მოგესალმებით ჩვენი შოუს სტუმარი კი გახლავთ ელეწამყვანი, მსახიობი, რეჟისორი და უბრალოდ ძალიან მაგარი ადამიანი კოკო როინიშვილი. კოლეგა, დილა როგორ გაგიჭიმეთ საღამომდე, ხედა? კარგია, დღეს იყავი ეთერში, ხო? და ხვალდილითაც იქნება ეთერში ალბათ, ხო? მაგრამ მე აი ხვალდილით დამასვენე. სიამონებს ესე იგი მსახიობი მოვა თუ რეჟისორი, ესე იგი ვანიკოს ისეთი სახე უხდება და ისე უწყიდება, სნობლიურთან აქ შეხება. ამათ ერთი ის აქვს, ხო, ის მთავარი გამერთე სცენის მტვერზე გაზრდილი ხალხია. ერთი მტვერი სადღა სცენა და მტვერი. მე ვიცი რომ გამოაქვს ჩუმად თეატრებიდან გამოაქვს. მე მყრები ხოლმე დაყარე გაყნოს როგორ? მაგაზე მოდი მაშინ ცოტა მე ვისაუბროთ გამტვერის გამოყნოსინე. პირველ რიგში მადლობა უთხრათ რომ სტუმრად არის. პრობლემა არ არის. პირველ რიგში მადლობა და მეორე კიდე ეს ცინკი არ არის. ანუ მარტო ვერზია. ნამდვილ თეატრის სტუდიაზე გვაქვს საუბარი. კაი, ნუ ძალიან კარგად გამოიყურები. წინვალე, დილიდან ვიწყებ იმის ფონზე რომ დღეს დილით დილა ყავს აყვანილი და შენს გესმის რას ნიშნავს? ძალიან კარგად მესმის. მართალი მე შაბათკვირას ვარ. კვადრეი. თქო დილა მშვიდობის ახლა ის კამერას რო ხედავ მეტი სიტყვა. ეგრევე დილა მშვიდობის. მე ერთხელ ახალი წელი დავითვალე ეგრე, ხო იცი 10 რაღაცა 1 და ხმის მიცემა შეწყდა. ასე რომ პროფესიული ისინია. ეხლა თან რუის ნახევარზე გადახვედით, ხო ესეა? რუის ნახევარზე გადა. ეხლა რომელი უნდა ვთქვა ეს რომ აი ძალიან მიხარია მაყურებელთან შეხვედრა და არ მიჭირს თუ მეორე უნდა. ანე უნდა თქვა ან მართალი პასუხი. ხო, რატო იცი ეს არის შოუ, სადაც მეორეს ამბობენ ხოლმე, ანუ პირველს კი არა, მეორეს. ყოველთვის იმას სადაც მაშინ ესე ვიტყვი რომ ძალიან მიჭირს დილას ადგომა. მაგრამ მაინც გაგიმებული. მაინც დამიქს. მიუხედავად იმისა, რომ დილაში მუშაობ ეხლა და რა თქმა უნდა საქმის მეტი რა არის. ცოტა ისეთი უცნაური რაღაც დაგემართა შენ, იმიტომ რომ ნუ მარჯანიშვილის თეატრში ახლა მსახიობი რო ხარ, იცით, თუმცა ერთი წლის წინ ის რეჟისორიც გახდა. ბატონო. აპლოდისმენტები. მაგრამ უცნაური ის არის, რომ რეჟისორი გახდი თუ არა, მე მგონი მოასტარი მხოლოდ ერთი სპექტაკლის დარტყმა და ეგრევე პანდემია დაიწყო. უცნაური კი არა, სამწუხარო უნდა გეცვა. ეგრევე მომწ. მართალია. დაიწყო. შენ და პირველ კლასელებს მოგიწიათ ცუდად. ყველას ცუდად. პირველ კლასელებს და კოკოს. ისე ონლაინ მეცადინეობენ პირველ კლასელებს და ონლაინ რო დადგა. სხვათა შორის ციფრულ ფესტივალზე გავაკეთე მეორე სპექტაკლი დავდგინე. აჰა, აი რა ციფრულ ფესტივალზე იყო ციფრული თეატრალური ფესტივალი და იქ გავაკეთე ორთაბოდო. აი დავდგინე, მაყურებელი არ იყო, იმიტომ რომ მაყურებელი, ნუ ალბათ იქნებოდა მონიტორს მიღმა, მაგრამ მაყურებელი მონიტორს მიღმა რა თქმა უნდა. მაგრამ ხო, ნუ თავისთავად ეს ძირშივე მომცელა. ერთი უცნაური ამბავი მაწვილზე მინდა მოგახსენოთ, ესე იგი, წარმოიდგინე ფრენის შიშიაკ და თვითფრინავში ვერ ჯდება. ეს არის ერთ-ერთი მათ შორის, ვისაც კატასტროფული ფრენის შიში აქვს. აი მაგაზე გითხარი ახლა ერთი ამბავი, რაც ჩვენ ისედაც კარგად ვიცით და სახალხოც თქვი, მოდი რა. ნუ მოხდა ის რომ მივფრინავდით მოკლედ იტალიაში. რაღაცნაირად აი ჩემ თავს ვეჭიდავე რომ ეხლა უნდა წავიდე, ანიმ ჩამილაგა ჩემოდანი, მე ზადავარ ფსიქოლოგიურად. ხო შენ ამას ეცდე ყველაფერი მოკლედ ესენ გადაულახეთ და ავიჯე ჩემოდანი. ზავრობის წირო ჩამოსული. კი, ყველა რიტუალი ჩაატარა. რაღაც მამა ჩემი მზად არის უკვე მანქანა და აქოქა რაღაცა და ავიღე ჩემოდნები, აი უნდა წავიდე და ზღურბზე მივხვდი რომ ოპა, ეხლა შანსი არ არის. ამ ზღურბს ვერ გადავედი. თამდე გაკაჩე? ხო, კი, ზღურბლამდე იმას კარს ვეღარ გავსი და ესე დავრჩი სიმართლე გითხრა ბოდიშს ვხვდი ეხლას მარჯანიშვილის თეატრს ძალიან მწყვენია დღემდე. ხო ბიჭო, რა მართლა როგორ იქცევა, თქვა, ნუ მე როდესაც გადავალ. იმიტომ წარმოიდგინე მსახიობის რომელიც გასტროლი ყველაფერია, ხო? აი სამ მსახიობის გასტროლი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არ მიდიხარ რა. სახლიდან არ აეროპორტში არ მიდიხარ, გეშინი. აი მართლა ამიხსენი ხალხი ვოცნებობთ როდის სად გავფრინდებით და აი რა შეგრძნება ეგ, მართლა რომ თვითფრინავში ვერ ადიხარ. იცი რა არის? ან როცა უყვანი ხარ, აგორ ახვედი. როგორ შეძელი რომ როგორ ანერეთ. არ მახსოვს. იმის მე რომ ვიფრინე ბევრჯერ, მაგრამ არ მეძინა სხვათა შორის, მაგრამ ნუ აი ესე წამლებით გაბრუებული, ალკოჰოლი დამატებული. არ მახსოვს როგორ მივდივარ იქამდე. გათიშული. ანუ ის ჯანმრთელობას პერიოდი როცა რო სუგასტროლები აქვს ზაპოიშია ხო ფაქტიურად. აი უძინართა მზეში ხო იცი ის სცენა რო აი ძალიან არ გაიგოს ახლა ამან სოხუმშია თუ თბილისშიო რა. კოკოს რომ მიიყვანენ ამ კონდიციაზე რომ შეხედავენ გატოვია რა, მოკლედ ძალიან არ გაიგოს ახლა ამან თვითფრინავშია თუ მატარებელი. მეც როგორი ჩიპი მინდა აი რასაც ლაპარაკობ.
აკოვდით თქვენ ისმედით და ესეთ ჩიპი მინდა რომ აი ეგ მიკონტროლოს მამიღაცა რომ აი გაფრენის წინ გამიშვა. კოკომისთან აბა გაუთიშეთ მეციერება და მოკლედ მეგობრებო ერთ-ერთი ალბათ ერთ-ერთი კი არა მე მგონი ერთადერთი ქართველი ზის ჩვენთან ახლა სტუდიაში სტუმრად რომელსაც საერთოდ არ ეჩხარება როდის გაიხსნება ფრენები არა პირიქით არის ეგ მადარდებს მინდა რომ არ გაიხსნა მადარდებს ოღონ პირიქით ოღონ არ გაიხსნა საკმაყოფილი ვარ ტუზი და არა ეგ მართლა უცნაური რაღაცაა ნუ ალბათ რო არ გჭირს მაშინ ვერ იგებ თორე ადამიანისთვის ალბათ სერიოზული დისკომფორტი ვაქცინაციას იკეთებ თუ იყო პირველი ამიტომ რომ ჩვენ დღეს საუბრობდით სხვადასხვა შეთქმულების თეორიებზე, ესე იგი, რამდენი შეთქმულების თეორია არ გაგვიგე, რამე ხوار გაიგე შენს. არა, რაც ჩამოთვალეთ მე მგონი. ყველაფერს შევეცდით, ხო? ხო, არ გამოგურჩა რა. არა. არ შემიძლია ეს კითხვა რო არ და არასდროს არავისთვის არ დამისვამს და შემდეგ რამე კურიოზი ხომ არ შეგმხვევია სპექტაკლის თამაშის დროს ან დადგმის დროს ან რაღაც. ღელავს ზოგადად. რა მაგარია პირველად დაბობა. მართლა რამე ამბავი. სად უფრო ნერვიულობ, ანუ ტელევიზიაში ეთერის წინ თუ ეთერის წინ აღარ ნერვიულობ. თავიდან ძალიან ნერვიულობდი, აღამები. მახსოვს. მოიცა რაღაც კი წამოსვლა სპექტაკლზე და მიდი რა თქვია. სპექტაკლზეც რა ვიცი ხა თავად ჰამლეტი ითამაშე ეგეც. იყო დრო კი, რო ჰამლეტის ვითამაშე. აი ჰამლეტზე მოგიყვები. არ გიგავახსენე. აბა, მოკლედ ეს სპექტაკლი დადგა თემურ კუპრავამ 2013 წელს. სალამი თემურს. ჩვენმა მეგობარმა, კარგმა რეჟისორმა, კარგმა. მოგესალმებით თვითონ მეც ვიცნობ რომ გავერიო ამ ხალხს მე. მოკლედ თამაშობთ ამ სპექტაკლს და ერთ-ერთ დღეს, როდესაც გაყიდულია მთელი დარბაზი, მოკლედ ჩვენს ვემზადებით ასევე უნიჭიერესი მსახიობი, ჩვენი მეგობარი მოხდა ის რომ ვერ მოვიდა. აი ხო ყოფილა ეგეთ შემთხვევა რომ ვერ მოვიდა. გამოვალი მდგომარეობა. ხო და ნუ შემოვიდა დასის გამკი და თქვა რომ არავითარ შემთხვევაში ყველა ვარიანტი უნდა ჩატარდეს სპექტაკლი და ნუ რა ვქნათ პერსონაჟი არ ყავს. შენ უფრო ხვდები ეგ რა. საშინელებაა რა წარმოუდგენელია. ვერ ჩაანაცვლებ ეგრე უცებ რა ყველა. თემომ რეჟისორმა თვითონ აიღო თავის თავზე რომ მოკლედ თუ მე შევალდო რომ სპექტაკლი არ ჩაიშალოს და აიმე. ოღონდ ნუ არა ახლა სცენაზე არ მდგარ რომ მსახიობი არ არის და ნერვიულობს რა და მე ვთხარ თემო არის ნერვიულობს შენ მე ხელს მოგკიდებ ეს ჩემთან ერთად უნდა იარო თავისივე დადგმული სპექტაკლია შენ უბრალოდ ესე იმოძრავე და არაფერი არ გააკეთო მე გატარებ რა და ოღონდ მეთქი ერთადერთი ამბავია თქო რომ დანა და საწამლავი არ დაგრჩეს რა რომ აი სხვანაირად სპექტაკლი ვერ გრძელდება რა მართლა დავიწყეთ ეს სპექტაკლი ვატარებ იქით რა თემოც დადის ესე რა შემართებით არის მივედით მაგ სცენამდე რომ რაღაც ყალთანს ხედავთ თუ რაღაცა ჰამლეტი თავისივე დადგმული მიზანს ეგ მოვწოდეთ რაღაც მომჩეს მომაწოდოს ეს დანა და ის საწამლავი და არ მაწვდის და გაუწოდე ესე ხელი და ხედავ რომ იქით არის აი სიცარიელი რაღაცა თეთრი რაღაცა დგას ეგუნები ანიშნებ გამოფრე დამრჩა თორე რეჟისორი რა თორე ეგ არის რომ დაგეგმაროს მე რაღაცაირად გაგზელდა მაინც ბოლომში მაგრამ მაინც გამოძვერით სიტუაციიდან ხო თემოს დააკლდა ერთი 20 წელი ალბათ სანამ შენ ვანიკო შემოგთავაზებს თამაშებს მე ვიტყვი რომ დილით კოკო თამაშობდა ხოლმე და არის ძალიან აზარტული და ჯერჯერობით არ აქვს წაგებული დღეს კი ჩვენი სტუმარია და ხა მე მის გუნდში ვიქნები და ყველანაირად მინდა რომ მოიგოს მაგრამ იცოდეთ რომ თუ დღეს ის წააგებს ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა კარგი მაგრამ თქვენ როგორ თამაშობს ლიდერ ბეთის ოთახში გელოდები და ჩვენ ვიყავით ლიდერ ბეთის ოთახში და ეხლა შემოგთავაზებთ ერთ თამაშს. ჯერ გუნდებად უნდა დავიყოთ ტრადიციულად მე და ნიკო ვართ, შენ და ილო ხართ. და მაშინ ასე ჩვენ ვემზადებით ეპოქალური შერკინებისთვის. მე ძალიან არ მიყვარს წაგება, რა უნდა ვთქვა, აი მე ორგანულად ვერიტა. მაშინ პირდაპირ ვძახ შენს ტელემაყურებელს რომ განსაკუთრებით კარგი თამაშები ვერა. განსაკუთრებით, იმიტომ რომ აი ამას ქვია ეპოქალური შერკინება. ამ თამაშს ქვია მარტივად კინოობანა. ჩვენ უხმოთ უნდა აუხსნათ ჩვენს მეწყვილეს აი ამ ტრაფარეტებზე აღნიშნული ფილმის სათაურები სცენა არის იქ და აუხსნათ უნდა ჩვენს მეწყვილეს რა ფილმი არის ჩაფიქრებული. ყოველთვის ილო გაცილებით გაკვირვებულია ხოლმე ვიდრე სტუმარი ხოლმე როგორც
აი ეგეთი არ მაყურებელი და დაბნეულია ხოლმე ვიდრე სტოპერი. აი დარწმუნე. ხო შეიძლება მაყურებელს გაუჩნდეს ის, რომ რაღაც თამაშის დროს შეიძლება წინასწარ არიან მომზადებული. ხო შეიძლება გაუჩნდეს. კი. აი ერთი მაყურებელის თუ არსებობს, რომელმაც შეიძლება კილოს შეხედოს და ეჭვი შეიტანოს, რომ ჩვენ წინასწარ რამე ვიცი. ჩვენ არა, მე რო არ ვიცი. რომ ვსწრი ხოლმე თამაშს, აი. აი ეხლა რამე შევა, მე და გამიკვირდა. შენ ახლა ციკით გამო. მოდით ლამაზებო. მოდით ჩემთან. მოდით იტიკო. ესე იგი, ვანო იწყებს და მე ვიცნობ, ხო? დავიწყე. ფილმს ხსნი, ხო? ხო. არა, ესეთი საუბრის მანერა. მოიცა. აუ, ზარი, კლინ, გამოვიცანი. ეს აქვს? აჰა. აი, გუდი აკეცილი? აჰა. ლეონი მკვლელი. Yes, აღარ უნდა დაიჭირო. ყველას მოკლა. ბავშვების გარდა, ყველას დაეხა. ლეონი და მკვლელი. ლეონი და მკვლელი ბავშვი. ადვილი მოვიდა. ილოზია. მე მოდი ილო. ძალიან გამიმართლა რომ ეს ფილმი არ შევხვდა, მაგრამ სახელს ვერ გავიხსენებ ვერ. ეხა მეც ეს მომეცი. მეც სახელი და იმით უნდა იმასაო. ფილმის სახელით ეხლა როგორც გავაკეთო, მაგრამ მეცა კაი. ჯარისკაცის მამა. ხო! რანაირად დაინახე. ისევ რანაირად გამოიცინო. ხო, რანაირად გამოიცინო. ეხლა შემიჯერია? ეხლა შემიჯერია. გამოდილო აქეთ გავულა, თუმცა მე უნდა დავდგე. მიდი. ქვემოთ დადე. ხედავ? ავიზიან. ამათ მოტო? ვისი ცისფერი მთელი. აბარა ბიოსიკას! აი, რომის ზეუბნება. ჩამოკარი ბიჭო. აი ეგ არის. ჩამოკარი ბიჭო. ფილმიდან თავისი ის ამპლუა რო გახსოვს, მოტო არის. ხო, აი ხარ, ხო, თავარი აგისენაზე. გოგო. შენი ჯერი. ტრაფარეთი არ გვაჩვენო? ეს მოტობურთი არ გამიგია. ქვემოთ დადე, გამოიხედე შენაკეთ? ფორდაინა. არა. კარგი. ხო, ისა, მეხუთე ელემენტი. ლაგუნა და პირველ რეკორდი ეკუთვნის? ანუ პირველ რეკორდი დასვა. მე მგონი მართლა არ უყვარს ამას წაგება, ვანიკო მოვინდომოთ. კი, ძალიან არ ვიყო. მოვინდომოთ. ნუ ბაბახ. თავარი? დუბდუ. თავარი ის არა ის. ხო, მაგრამ რა ქვია? ფილმს რა ქვია, ეგ უნდა გაიქცა, უნდა გაიხსენოს. ფილმის იმასაც უნდა თქვას. ხო, ფილმის სახელსაც განგიმარ. არა. რატომ არა? შენ ჯერ ფილმი ახსენი? ხო, ფილმი ახსენი მე. ეხლა სახელი უნდა ბიჭო, არაფერს არ იგებ შენ, რომ მოიგო, მაინც არაფერს არ იგებ. რა მნიშვნელობა? სულ რეკორდი დაამყარო, არაფერს არ მოგხსნა. თამაში უნდა იყოს სამართლია. არაფერს არ მოგხსნა. აი, თქვენი გუნდი რომ გაიმარჯვეს, პრის მაინც თამაშს გადა. ნახევარზე ვიყო შენ. მე შილკოვის კაი, მართალი ხარ. მაშინ გამოვიცდი. არა, მართალი ხარ. კაი. წავიდან მივხვდი და დამავიწყე. ხო, მოიცა. ესა. ხო, ეს არის, ხო. ხო, ეგ არის. ხო. ისა, ოღონდ ისა, მანდ იმას აკეთებს, მაგრამ სახელს აი, უნდა გააკეთო. ეგ როგორ მახსოვს? ვანდამი როგორ არა? აი, ნაცარსოში აყრის თვალებში. ეს სიცხლიანი სპორტი.
ხო და მანდა მაგ ჟანრის ფილმებში ხო იცი კიდე რომელებია მაგარი ხო არ დარტყმის ეს პონტი აი ბახ და კითხვა აგდებენ კიდე არის ფარ და აი დამატებით მატრიცა ეგ არის აი ამას რო გიყავს და მე ამით რო ხცებს კაცკუს ფარო მატრიცა ნიკოლოზ გთხოვთ სცენაზე მას შემდეგ რაც ავიღებ შევტრიალდები მაინც რომ შემთხვევით არ მოუკრა თვალი რა ფილმი აქვს ტრაფარაძე გამოვიხედო მიაგდე შენ მოიცა ახლა მომწოსას ვიცი სიყვარული ყველას არის აბა ნახე ჩვენ როგორ ხოჩაღრა კარგია გადავედი კოკოს ჯერი წავედი კაი ფოტოშორი ძალიან მაგარი ქართული ფილმი არ ვიცოდი ეს ფილმი ნანახი არ მქონდა შესვენება 20 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ხორ მიმშელოთ მაგას თემნა მეგობარმა კაი მოდი აბა კარგი ვაშიკოს მადლობა მაგისთვის ძალიან კარგი ფილმი გააძრო ეგ ხო ისეთი ცეკვაა მაგრამ ელვისი ცოცხალია ფილმი და მაიც რა ხო ხო ვიცი რომელიც არის მე მგონი ფილმი ამიტი ის შენ მოწინააღმდეგე ჯიმი აჯა არ არის კაცო დისკო ჯიმის გიტარა დენი სიგნალი მოწეყავე დისკო მეთქი როგორ მთელი ბავშვი აი მოდი თვითონ ეს გიტარაა და დენი გირთყავს და მე დედალა ჯიმი გიტარო მანდრო ბიძამღერის სანახავია ეგ მე და ბოლოს მოდი საყვარელი კომპოზიცია ბიძარომღერის Borokina kanoke dunia eleva აი ახსნიანი გაგება და ერთად აქვს მე გადმოვდივარ მაგას ვისი ჯერია შევხსნი რისტვიდა დია ასეთ ჟანრში ბევრი ფილმი გადაღებულა მაგრამ მაინც ბიჭო რა ნაიხარ ამ კუდით ვაფშე კაცი ხარ საერთოდ ვათი მასტომარი მიდი სადღაც გონია რომ თვარის მახუთკას გავაკეთე ხო ერთი წამი აი რო ის კი არ თქვა ეს ვინ არის შეუძლია ვერსიები არის ჯერ თქვა სასაპირები რუმინეთი და ხო არ არის ვაჰ თქواس არა სახელი ამბობდა არა მე მგონია რომ ვამპირი უნდა ითქვა არა ვამპირია ძმაო მაგრამ სოდის დრაკულა აკუია კაცი ვამპირი უნდა ითქვა და ეგ არა სახელი რა არია ჩვენ მოვიდეთ ეს თამაში თუმცა გამარჯვებულია რასიცა რა ვიკეთე ამსტაგი არ შეიძლება ეგ არა თამაში შემოვიდა არ უნდა ეს ჩაწყობები ჩვენ საერთოდ მესამე თამაში წყდება რომ იცოდეთ ეხლა ჯერჯერობით შეიძლება ითქვას ჯერ 1-0-ია ნახო ჩვენ კიდევ კარგი თამაშით დაგიბრუნდებით ოკო ბატონო კოკო ამ თამაშს ქვია გაფუჭებული ტელეფონი აი ესე მარტივად თქვენ ყურსასმენები გაქვთ შეგიძლიათ მოირგოთ ნიშანზე სადაც გაჟღერდება უბრალოდ რამე მელოდია იმის გამო რომ არ გაიგოთ პარტნიორის ხმა აქ გუნდებათ და იმაზე არ ვართ თავარია ფრაზა გადასცეთ ერთმანეთს როგორ გადასცემ და ბოლოს რა ფრაზა გამოვა ეს არის მთელი ანიბლი ანუ შენეუნები ნიკოს მე მეუნები ილოს კი და ილო ბოლოს რა ფრაზას გვეტყვით მე პირველს შევადარებ და ნახოთ მე ვიხარ კარგია მომწონს ველოდები ზურგებით დადექით თუ შეიძლება ესე ვა ხარზე ხელის დარტყმით დაუძახეთ აჰა გაჟღერდეს ყურსასმენებში მუსიკა თუ შეიძლება სახლში სრულიად შიშველი მებაღე გამოტანტალდა არაფრის შანსი არა ერთი კიდე სახლში სრულიად შიშველი მებაღე გამოტანტალდა ამ ხელა რაღაცას მეუბნები რა რა ვქნა მესამე და ბოლოცდა კაი მიდი სახლში სრულიად შიშველი მებაღე გამოტანტალდა აზრსაც ვერ ვაკეთებ
სახლში. გადაეცი რაც დაიმახსოვრე, გადაეცი. სახლში. სახლში მისულ ვიღაცას რაღაც გამოატანა. სახლში მისულ ვიღაცას რაღაც გამოატანა. თორა არ ვიცი რა ხდება. მე მგონი სახლში გიჟურ ვიღაცას სადღაც გამოატანა. ახლიდან სახლში გიჟურ ვიღაცას რაღაც გამოატანა. სახლში გიუმ ვიღაცას რაღაცა მოატანინა. გასოთ თქვენ ვინ რა თქვით? მოიცა ერთი წუთი გამაგებინე. სახლში ვიღაცამ რაღაცა მოიტანაო, სახლში გიჟმა ვიღაცას მოატანინაო და მე გიუმ ვიღაცას რაღაცა მოატანინა. ყველამ გაარტყით ერთი სიტყვა, სახლში. სახლში სრულიად შიშველი მებაღე გამოტანტალდა. აიო. გამორიცხულია რა. ამაშია მთელი ფილმი, შემონიტო. ეს ერთი წრე იყო. ეხლა შეცვალეთ ადგილები, გადანაცვლდით. როგორ ვიცარი? აჰა. მოდი კოკო იყოს პირველი. ისევ აქ დარჩები. კი ბატონო, მე შენ მოგიწევს აქეთ მოსვლა. მართლა? კი. კარგად დააკვირდი იმას ტუჩების მოძრაობას, რა გითხრა. არტიკულაცია. გაჟღერდეს თუ შეიძლება თქვენს ყურსასმენებში. კი ბატონო. გაჟღერდა. ზურგებით დავდექით, შემოbrunდი ჯერ. დილით ნაბახუსებზე ძუძუები გამომეზარდა. დილით ნაბახუსებზე ძუძუები გამომეზარდა. ძუძუები რა? დილით ნაბახუსებზე ძუძუები გამომეზარდა. ძუძუები რაღა? დილით ნაბახუსებზე ზუსტად ვიცი რას მეუბნები. დილით ნაბახუსებზე ძუძუები გამომეზარდა. რომელი დილა იყო ეს? კარგი, მოიცა მოვალე ხლავე. დილით ნაბახუსებზე ძუძუები გამომეზარდა. ახლიდან. ზუსტად მაგას გეუბნები, აი ხვდები რას სულელია. დილით ნაბახუსებზე ძუძუები გამომეზარდა. დილით ნაბახუსებზე ძუძუები. აჰა. ბოლო რა თქვი? დილით ნაბახუსებზე ძუძუები ამომიტანტალდა. იყოს. ბრავო ბიჭებო, ბრავო. მე მგონი. მოიხსენით ყურსასმენები. მე მგონი ეგარი. მე მგონი არ ვიცი რა არტიკულაცია გვაქვს რა პირის მოძრაობა. ყველამ გამოიცანით ილოსგან და ნუ ილომაც თითქმის, მაგრამ ბოლო ვერ გააკეთა. ამიტანტალდა. გამიტანტალდა, ხო? ნუ გამომეზარდა უნდა. დილით ნაბახუსებზე ძუძუები გამომეზარდა. კი ბატონო, ზუსტად. გადანაცვლდი დილო, მოდი შენ აქეთ. მაიც ერთსანო გავიყო. ამ ახალ წლებზე ისე გავსივდი, როგორც ღვინით სავსე ტიკი. აუ ერთხელაც რა ვერ გავი. ამ ახალ წლებზე ისე გავსივდი, როგორც ღვინით სავსე ტიკი. მარტო სიტყვა გავიგე. ამ ახალ წლებზე ისე გავსივდი, როგორც ღვინით სავსე ტიკი. რეებს უშვება ტუშებს, სპეციალურად ვერ გავიგე. მე გავიგე. მიდი, რაც გაიგე უთხარი. არ ვიცი რა უთხრა. ამ ახალ წლებზე გავიგე მარტო და. მაგრამ კიდე ერთხელ თქვი? ამ ახალ წლებზე ისე გავსივდი, როგორც ღვინით სავსე ტიკი. ამ ახალ წლებზე აფერისტები რა? გოჭი შევჭამე, არ ვიცი. ამ ახალ წლებზე გოჭი შევჭამე. ამ ახალ წლებზე გოჭი შევჭამე. ამ ნელა ახალ წლებზე გოჭი შევჭამე. ნეტა ესე თქვა ჩემთვის ამას, ესე გამოთქმით. ერთიც და ტრიალდები. აფერისტების დედა მ***ან. აბა ვერ გავიგე რასა. იგი გაუში, რაც გაიგო ის თქვა. დიდი. აფერისტების? არ
გარტყმაში არა ვარ. მიდი. ამ ახალწლებზე სახში გოჭი შევჭამე. მე რაც გავიგე ეგ არის გეუნებით. მე რაც გავიგე ეგ არის. ხო, ეგ არის. მე რაც გავიგე ეგ არის. მე რაც გავიგე ეგ არის. ამ ახალ წლებზე ისე გავსივდი როგორც ღვინით ხო, მაგრამ მე რაც გავიგეთ ეს არის. როგორ დაართულა იცით ესე მე აბა ძალიან მარტივი ცოტა ვამატებდი მოძრაობას აბა მეთქი რაღაც არ გამოდროა როგორც ვინც ეგო და არის ეგ ხო უნდა მოიგონო ვამატებდი მოძრაობას და ბაშილი რომ უნდა თქვა კი ცოტა მეტი იმაშებოდი ხოლო ჩვენც ეგრე გავიგეთ კარგი ასეა თუ ისეა ეს თამაშიც დავასრულეთ სიმღერა რომ მოვისმინოთ ბოლომდე შეიძლება ასეა თუ ისეა ჩვენ შემდეგ თამაშზე გადავეწყობით თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ შემდეგი თამაში სტუდიაში ბატონო კოკო, ჩვენ კიდევ ერთ თამაშს შემოთავაზეთ, რომელსაც ქვია პაროდიის 5 წუთი. ანუ რატო არის ეს? პოეზიასთან არის და პაროდიასთან არის დაკავშირებული. აქაც გუნდები თუ ართ, ერთმანეთს უხსნით, უпростоრად ჩვენმა მეწყვილემ უნდა გამოიცნოს, აი ეს ლექსი ყველასათვის საქართველოში იბადებოდნენ. ის ეს ლექსი. ეს ლექსი უნდა წავიკითხოთ, უბრალოდ ამ აკვარიუმში არის ცნობილი სახეები. ვისაც ამოვიღებთ, ვინც შეგხვდება, იმის პაროდიით უნდა წავიკითხოთ. ილო, მე მგონი აქ ყველაზე სუსტი იქნება, იმიტომ რომ აი პაროდია. არა, მანდ ვერც შეგედავები, იმიტომ რომ ყველაზე სუსტი აქ მე. შენი იმედი მაქვს. შენი იმედი მაქვს. კარგი, მაშინ ყველაზე პაროდისტმა მე დაიწყოს. კი, მიდი. მე გენათ შენ ჩუმად ამოიღე. მოიცა, ახ ვინ არიან, აქ ვის. ცნობილი ადამიანები. ხო, აბავის პაროდია. და მე უნდა გამოვიცნო, ხო, ყველა ხო არ ვიცნობთ. არა, მარტო შენ უნდა გამოვიცნო, ხო. ერთმანეთს ამოვიღე. და ჩვენ უბრალოდ გავერთოთ, გამოვიცნოთ. მე გაიწიე იქ რა. შენ მოგბრძანდით. აჰა. აიც ერთი წამიჩი. ნახეთ ვინ არის ჯერ? ჩაკუჭე მე ჯიბეში ეგა. ნახა. არაზოს არ ასასაცილო იყო და ეგ იქნება. არაზოს არ გამიგია, არა უნდა ვცადო. მიდი ეგ. აი, აქ დადექი თუ შეიძლება, აი აქ წაიკითხე როგორც და კოკო გამოიცნობს. აი ეს მოგბრძანდით. აი ეს. საქართველოში იბადებოდნენ. ძალიან მიყვარხართ ყველა. ყველას გეხვევი. შემდეგ მუდამ ვხდნენ ამაზე. ვიცი. ბრავო, დაბრუნდებოდეს. ნინო კატაბანა. ნიკო, მიხო. აი ხო, არ ვიცი, მე გამიმართლა, ნამდვილად გამიმართლა. აი ხო მე აღიხსნა შენ. ხო, მე არ დამანახო ვისამო ვისაც არ გაჩვენე. მე აქეთ დავდგები. შეიძლება ოდნავ მაინც გავარტყათ ვინმე ახლოს იყოს. ვინო? ჩაკუჭე ჯიბეში. ახ, საქართველოში ეს არის ანუ საშუალო სტატისტიკური ქართველი გაა. საქართველოში იბადებოდნენ. ზურაყიფში და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე. ვახუშტი კოტეტიშვილი. ეგ თვითიც მაინც მოიცა ახლა ლექს ვკითხულობ კი არა და ის გაკეთება ჯობია ლექსი. მოიცა საქართველოში იბადებოდნენ. ანუ ორი ვარიანტი მაქვს და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე შეჭემა. ემა სამბო. არა შეჭემა არ უნდა. ეს რა ქვია სტალინი რო უყარს? რა სტალინი ბიჭო? არა. გრიშაუნიანი არა. მეოთხე ვარიანტი ძახი ბიჭო. ვერ გამოვიცანი ხო მართალია მეოთხე ვარიანტს ვიძახი ვერ გამოვიცანი დებილი მე ვიცი ვინც არის. თავდიმნოები დაკეტილია, მაგრამ თავს არ მოიკლავს ქართველი რა. ჯემალ ბაღაშვილი ბიჭო. არა. საათნახე ჯემალ ბაღაშვილი დაკეტი სამდიმნოები. რამას ჭიყვაძეა. აბა რა არის? რამას ჭიყვაძე ხო რამას. ერთი მაინც ვერ მივახვედრე. მე ჩემი ბრალი ვერ გამოვიცანი ნიკო. ჩემი ჯერია? კი, კოკოს ჯერია. ბიჭო რა უცნაურია ვიღა. გაიწია შენ არ დაინახავს. როგორ გიფიქრია საერთოდ და უნდა გააკეთო ვიღაცის პაროდია. რომელიც შეიძლება ხალხის ცხოვრებაში არ შენ ნახე მე როგორ გავაკეთო და რას გამოიცნობ ნახე. დილო მაპატი. შენ სხვათა შორის კარგად გამოგივიდი. იცი რა უნდა გეთქვა? ღორი მოგიტყინა და კარლო. ხოდა აი მე არ ვთხარ თორე შენ დაგეწერებოდა ქულა ეგ. აბა კოკო გთხოვთ. აბა შევეცდები ილო. აქედან მინდა რომ ნახო.
საქართველოში იბადებოდნენ. აი სა ვიცი მე მგონი. და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე. საქართველოს. კარგი მოიცადე. პირველად მე მგონი იბადებოდნენ. არა პირველი მგონია. ასულები ძალიან ხო. აი როგორ გავაკეთო. რართულია ბიჭო საშინელები. უკვე ძალიან მეცნობდა მე მგონი ხვდები მე. ვერ ვიხსენებ. მაიცა ის არის. აუ ერთი ვარიანტი მაქვს. მოიცადე? აბა თქვი. თუ არ უნდა. არ უნდა თქვა იმა 4 პარა. ეს სიმღერა. ხო, კარგი. სიმღერა რა. საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ საქართველოში იბადებოდ ვაკეთო დიდი ვანი კომედი ყველამაზო ქართველებო ვაიმე დადექი ზურგი და წინ გახსენი უფ რა ადვილია ოგეშვა აი აუ მომეშვაში რა იყო აურიე დაუ დავიწყე საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ და ჩვენ ვიპოვნეთ ის საქართველო რომელიც სად არის ის საქართველო რომელიც სად არის სტუდიაში და საქართველო სტუდიაში ცომ ჩვენი საყვარელი მაიკო ასათიანი მაიკო გამარჯობა აი უდრა კარგი იყო ეპოქალური ხელის დაქნება გამოვიცანი მე რომ მაიკო არ გავამეცნო აი ახლა ეს ხელი ვარ მაიკო დამსჯიდა არ შეხედოთ ილო ჩუბადრას სეკასავით გახსენი სეკასავით ახლა ახალწლეზე წავედით ახალწლეზე წავედით ბიჭო რა სახალხო ხატომ ხდება ეს კაცი მე გადავირიე რა რაღაცა მინიშნება უთხრა და არაფერი ამინიშნებ თქვენიცით მარტო სულ ეს კაცი ხდება რატომ ხას მოგესალმებით საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე ის მაინც დაბრუნდებოდა შენი ბავშვობა დასილაბაზეავს არ მოიკლავს არა რატო არ მოიკლავს ქართველი არა ის შეიძლება ბრძოლაში მოხდეს აქ მოხდეს არა ახ არა ია ერთი იმედით სიცოცხლე მარად გაგრძელდეს ქვეყანა და განმეორდეს საქართველოში 22 საათზე როცა ხდებოდნენ უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე წუხით მაინც დაბრუნდებოდა შენი ბავშვობა გაჩე გოდარ მელაზე ბრavo ნიკოლო მიდი მოდის იბადებოდნენ რატო იბადებოდნენ ვისთან იბადებოდნენ და თუ იბადებოდნენ რამდენი იბადებოდნენ ყველაფერს ადიდა და თუ იბადებოდნენ რამდენი იბადებოდნენ ოღონდ დასასრული აუცილებლად უნდა პატარძლები იტირია ბიჭია ბიჭი ჩაკეთე ის არ დავდასაც მოკითხვა და მეგობრობა ფურცელი ჩაკეთე ჩამასობაში მე კი წამი შენი ცივი ამოგივიდეს აი ისა უკვე ამოვიდა მარტ საკათვედო უკვე ამოვიდა შენ მარტ საკათვედო მოიცა შეგავის გარდავისახო აჰა უკვე გავხარ მოიცა ვახ მერტო საქართველოში ებადებოდნენ და შემდეგ აუ რა გავაკეთე დასრულდა ყველაფერი საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ ლელას მას ვერავინ ვერ გააკეთა ასე რომ ჩამეყალა ეს ჩვენ მაგრав ჟილკოს აი მინიშნებს რომ მე მაია გავაკეთე ვისი ჯერია ჩემი ჯერია მიდი კოკო და ჩემი რჩება ვახ ბიჭო სადე აბა არ უნდა არ ახლა და ვიღაც პაროდია რომ უნდა გააკეთო აი კოკო ჯამბო დაიწყო მე მგონი დაიწყო ეს უნდა გავიხსენო რომ ხო ნუ აი კოკო საქართველოში ებადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე საქართველოს ზოდიაკო არის გავაიცნეს თქვი მარა დააფიქსირე თუ შეიძლება საქართველოს ზოდიაკო თუ არის თხის ხა ისევე როგორც ილო ბერუშვი ჩემი ჯერია ჩემ მე დავჭი დადექი ჯერ ნახო რა დადექი და იქნახე ვინ არის უფროსწორი მე უნდა გამოგიცნო საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე წუთით მაინც გოგის ლაია გოგის გოგის აი საქართველოს
აია. ბიჭებო, კონკრეტ ძმებო, ძალიან გავიხსენე. ამოიწურა თამაში, რაღაცა თამაშები ჩვენ მოგიგეთ, ვიცი რომ არ გიყვარს წაგება, რაღაცები თქვენ მოგიგვეთ, მაგრამ გამარჯვებულია კოკო როინიშვილი. შენ გადმოგეცემა ლიდერ ბეთისგან, დიდო ლიდერ ბეთო. უკონტაქტო ბარათი ლიდერ კარდი. ძალიან მე იხმარე მშვიდობაში. დიდი მადლობა. ამით დასრულებულია თამაშების ნაწილი და აპლოდისმენტები ჩვენს არასდროს